სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ვინც სიღრმისეულად ცდილობს სულიერ ცხოვრებაში ყოფნას, აკვირდება საკუთარ თავს, გამოეძიებს, უღრმავდება, სწავლობს და ასე შემდეგ, ვისთვისაც სულიერი ცხოვრების საზრისია და სიღრმისეულად აანალიზებს მას. ის ხდება, რომ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. კერძოდ გულისხმობ იმას, რომ ჩვენ თავზეც გამოგვიცდია ეს და პირველ რიგში ჩვენ თავზე უნდა ვხედავდეთ ამას და ზოგადადაც გაგვიგია გვესმის, განკითხვა ხო ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ სხვებს კარგად ვაკვირდებით. ჩვენი ეს ზნეობრივი კანონის შეფასების უნარი ძალიან კარგად მუშაობს სხვა ადამიანზე, საკუთარზე მთლად კარგად ვერ მუშაობს ხოლმე. და ვატყობთ ერთ რამეს, ვამჩნევთ, რომ ადამიანი როგორც მოცემულობა, როგორც საკუთარ თავში ზნეობრივი კანონის მატარებელი და შესაბამისად მისი ცხოვრებაში გამტარებელი. ადამიანი როგორც ზნეობრივი არსება, მოდი ასე ვთქვათ, მორალური არსება, არა მარტო გონიერი, არამედ მორალური არსებაც. თუ ადამიანი მორალური არსების შესაბამისად არ ცხოვრობს, წარმოგიდგენიათ ხო, რა მძიმე შემთხვევაა ეს. ხშირად ხდება და ეს არის გამოწვევა ჩვენი ქრისტიანობის, ჩვენი რელიგიურობის, ჩვენი ეკლესიის გნება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს კარგი და ცუდი, მოდი ასე ვთქვათ, პირობითად დავყოთ ესე და ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს მაინდამაინც არ იყოს დამოკიდებული მის ეკლესიის წევრობაზე. ადამიანი შეიძლება არ იყოს ეკლესიის წევრი, მაგრამ საოცარი კეთილშობილებით ხასიათდებოდეს. ადამიანი შეიძლება იყოს ეკლესიის წევრი და ვერც იმეგობრებ მასთან და ვერც საქმეში ენდობი და ვერც ურთიერთობა გექნება და შემთხვევებია, მაგალითად ჩვენ ხო ვიცით, რომ ქრისტიანული ქორწინება არის, როცა ვაჟის და გოგონაც ქრისტიანები არიან და ეკლესიის წევრები არიან, მაგრამ რამდენი ყოფილა ისეთი, რომ აი თითქოს მრევლის წევრები ქორწინდებიან და ჯოჯოხეთად უქცევენ ერთმანეთს ცხოვრებას და მოიყვანს სხვა არაქრისტიანს თითქოს, მაგრამ ჩვენი რა ხდება, რასთან აგვაქვს საქმე საერთოდ. აი და თითქოს თუ ესე მკაცრად შეაფასებ, აი მორალური კუთხით თუ შეაფასებ, შეიძლება დაინახო, რომ ადამიანის მორალური შინაგანი ზნეობრივი მდგომარეობა არ არის დამოკიდებული იმაზე, ეკლესიის წევრი არის თუ არ არის. და ეს მართლაც ასე ხდება ხშირად. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ შეიძლება გვითხრათ, რომ კი, მაგრამ თუ თქვენთან ღმერთია, რატო არის, რომ აი ეს რომ ადამიანის სულს და გულს რო კითხულობდეს ადამიანი ხო საქმეში ვლინდება თორე საქმის მიღმა ჩვენ რა ვართ ხო ვერ ხედავთ ამას, მაგრამ უცებ რომ გაიშიფროს, ხო კითხვას დასვავენ, რომ რატომ არის, რომ აი ისინი თქვენს მრევლის წევრებს, თქვენ ეკლესიის წევრებს, ქრისტიანებს გჯობიან, რა შეასაკ. და განსაკუთრებულად ეს მტკივნეულია ძალიან, რა თქმა უნდა, ეკლესიაში, როცა ეს ხდება და ეს არის და მაშინ რა გამოდის? გამოდის, რომ უფალი ამბობს, რომ ვინ შეჭამს ჩემს ხორცსა და სისხლს, მე მასთან ვარ. მაშინ მარადიული სიცოცხლე იწყება, მე მასში მე ვარ და არ არის, იმიტომ რომ არაფერთ არ გავს ეს ადამიანი ქრისტიანს. რა ხდება ამ დროს? ან საკუთარ თავში ხო ვიცნობთ საკუთარ თავს, რატომ ვერ ვახერხებთ, რომ მოვერიოთ იმას, რაც ჩვენს სახელს ქრისტიანისას არცხვენს? ან რატომ ხდება, რომ ჩვენ მოუხმობთ უფლის სახელს ვეზიარებით და ღვთის განცდა არ აგვაქვს. საბოლოო ჯამში ცოდვა რა არის? საბოლოო ჯამში არის ცოდვა ის, რომ უნარონი ვართ ღმერთთან კავშირში, ღმერთთან კომუნიკაციაში. საბოლოო ჯამში ეს არის. ის ჩვენი ზნეობრივი კანონით საბოლოო ჯამში ამას ემსახურება. რომ ესე იგი გასაგებია ყველაფერი ვეცადე და კავშირი არ ამოქვს. და აი აქ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ როგორც მრავალგზის კიდევ ერთხელ წარმოჩინდება რელიგიურობისა და ნამდვილი სულიერი და ქრისტიანული ცხოვრების დაპირისპირებაც კი ზოგ შემთხვევაში, თორე დასაპირისპირებელი აქ არაფერი არ არის. რელიგიური ცხოვრება ეს არის გარეგანის შესამოსელი, რომლის წიაღშიც არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება. უბრალოდ შეიძლება იყოს ეს რელიგიური ცხოვრება შეფუთვა იყოს, მაგრამ შიგნით შიგთავსი არ არსებობდეს. ამის გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გაგება პირველ რიგში საკუთარ თავში. მე უნდა ვკითხო საკუთარ თავს, შენ კაცო, რელიგიური ადამიანი ხო არ ახარ უბრალოდ.
ეგება შენში ის შიგ თავსი რაც უნდა იყოს არ არსებობს. და ეს რომ დაგემართოს, ანუ შიგ თავსი რო არ იყოს და მარტო რელიგიურობა დარჩეს. ამისათვის სულაც არ არის საჭირო მარტო ერისკაცი იყო. ძალიან კარგათაც ეს შეიძლება დაგვემართოს ჩვენ სასულიერო პირებს. არანაირი დაცვის მექანიზმი მღვდელს იმისა რომ ეს არ დაემართოს არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს შემართებული ღვიძარებაში და სიფხიზლეში, რომ ეს არ დაემართოს. ეს ერთი. და მეორე, გაცნობიერებული უნდა გქონდეს რა არის ქრისტიანობა. ერთის მხრივ ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ შინაგან ცხოვრებაზე, მეორეს მხრივ გავდივართ გარეთ, მოყვასთან ურთიერთობაში ისევ ჩავიჭრებით ხოლმე, ისევ რაღაც არ გამოგვდის, ისევ არ გავართ ქრისტიანს, ეს ერთი და მეორე, წარვდგებით ღვთის წინაშე, ვლოცულობთ, ვცდილობთ, ვისწავლოთ ლოცვა გონებით გულში აღსრულებული, რასაც გონების მიერ ლოცვა ქვია, და არაფერი გამოდის. მე ვცდილობ მოვდივართ, რომ ვეზიაროთ, გულმოდგინებას ვიჩერთ, მოვდივართ, ვეზიარებით, გავდივართ რაღაც ისეთი ვართ თითქოს თუ მართლა. და ბუნებრივია, რომ ესე იგი აშკარად გრძნობთ, რომ სულიერ ცხოვრების დეფიციტი ძალიან სერიოზულად არის ჩვენში. ამიტომაც ექსტრემალურ სიტუაციაში ვერ უძლებს ჩვენი ქრისტიანობა გამოცდას. და აი ახალს არაფერს არ გეუნებით. რატომ არ გეუნებით ახალს არაფერს? და ახალი სათქმელი რა არის? როცა პრობლემა კვლავ რჩება, მე ჩემი თავიდან ვიცი ეს. როცა პრობლემა რჩება კვლავ მჭირდება იმის კურნება, რითაც ავათვარ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გესმით? აი ეს არის. დღესაც კითხულობდით გალატელთა მიმართ ეპისტოლეს. საერთოდ პავლე მოციქული იკითხეთ. მის გარეშე თქვენ სახარებას ვერ გაიგებთ. ქრისტიანობას ვერ გაიგებთ პავლე მოციქულის გარეშე. იმიტომ რომ პავლე მოციქული არაფერ განსხვავებულს არ ამბობს იმისგან, რასაც ქრისტეს სახარებაში ამბობს. ოღონდ პავლე მოციქულის სიტყვები არის განმარტებითი, ეგზეგეტიკა, ანუ განმარტება არის უფლის სიტყვებისა. უფრო თეოლოგიურ ენაზე გადმოტანილი. ანუ თეოლოგიური, გენებავთ ფილოსოფიური და არტი. ჩვენთვის ადამიანური ლოგიკისათვის გასაგებ ენაზე არის გადმოტანილი, გესმით? იმიტომ რომ პავლე მოციქულს ეს მისია ჰქონდა, ეს დაინახა პრობლემა. პავლემ დაინახა, რომ ადამიანებს არ ესმით. ზოგ შემთხვევაში მოციქულებისთვისაც, დანარჩენი მოციქულებისთვისაც სჭირდებოდა მას ახსნა, გესმით? და იძულებული გახდა და უნიჭიერესი ადამიანი იყო და იძულებული გახდა ესე დაეღეჭა და ესე დაელაგებინა. და იმდენად კარგად დაალაგა, რომ აი 2000 წელი გავიდა მას მერე და მისი სიტყვები აი დღემდე ცეცხლოვანია, არ გაციებულა. ამიტომ მიკითხეთ პავლე მოციქული, იმიტომ რომ მე ხშირად ვეკითხები ხოლმე სახარებას, კი სახარებას არა, მოციქულთა წერილებს და პავლე მოციქულს არა. ეს არის სერიოზული შეცდომა. და აი პავლე მოციქული ამბობს, ეს სიტყვები ხო ბევრჯერ წაგვიკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩემთვის მაგალითად აი ეს სიტყვები არასოდეს არ ძველდება. იმიტომ რომ ეს პრობლემა სულ მუდამ არის. ნახეთ, რწმენის მოვლინებამდე რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. რჯული აქ საუბარია პირველ რიგში რელიგიურ რჯულზე. და ხედავთ აქ როგორ აი რელიგიური რჯული გაქვს, რელიგიური ცხოვრება გაქვს და რწმენა არა გაქვს. რწმენა სანამ მოვიდოდა, მანამდე რელიგიური რჯული ქონდა. ლაპარაკია განკაცებული ღმერთის რწმენამდე. მაგრამ თუ შენ დღეს ეკლესიაში ქრისტესადმი ეს ცოცხალი რწმენა არა გაქვს, განკაცებული ღმერთის რწმენა არა გაქვს, რომელიც ადამიანის რელიგიურობას საერთოდ თავდაყირა აყენებს. მაშინ შენ რჩები რელიგიური ადამიანი და შენი შინაგანი მდგომარეობით ძველი აღთქმის კაცი ხარ, თუნდაც ახალი აღთქმის ეკლესიაში იყო. პავლე მოციქული მერე გვიხსნის, რომ რჯულიას გარეგანი მხარე, ჩვენი აღზრდელი არის, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გამმართლებული ყავით. ყველაფერს ასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, ქრისტესთან კავშირი მქონდეს. მისი ერთგული ვიყო, მას მივბაძო, მის ჩემ ცხოვრებაში დავინახო, ჩემს ცხოვრებაში ქრისტე უნდა დავინახო. როგორ არის ჩემ ცხოვრება, ერთი ღერით მე რო არ დავარდება მისი განგებულების გარეშე, მის და მინ ნდობა ვისწავლო, თუ მას არ ვენდობი, რწმენა არ მაქვს ვიცოდეთ და ნდობიდან მერე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება ყველაზე მთავარი რაც არის, სიყვარული. სიყვარული თუ გაჩნდა ჩემი ქრისტესადმი, თუ გინდა ცოცხლად გამატყავე, აღარაფერი პრობლემა აღარ მაქვს. იმდენად მძლავრია ეს გრძნობა ღმერთისადმი. და აი
რადგან ჩვენმა გარეგანმა აი აქ თუნდაც აქ რო ვდგავართ, რომ უნდა მიგვგვაროს ქრისტეს და რადგან ჩვენ ქრისტესადმი სიყვარული კი არა, ნდობაც არა გვაქვს ბოლომდე. შესაბამისად, ჯერჯერობით ეს მისია ამ გარეგანოს ჯულს არ შეუსრულებია. და რწმენის მოვლენების შემდეგ, ისტორიულად, ქრონოლოგიურად, ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმაში შემოდის ხო ადამიანი და დღევანდელ პერიოდში, როცა ადამიანი მართლა უკვე ქრისტესთან კავშირს და კომუნიკაციას ამყარებს, ეს არის ჩემთვის ძველი აღთქმის პერიოდი დამთავრდა, ღმერთი რო ვირწმუნე. ეს ძველი აღთქმის პერიოდია, გესმით, გარეგნული ჯული რო უნდა შევასრულო და 10 მცნება და ასე შემდეგ და რაღაც საშინელ ცოდებს თავი დავანებო, რო არ დავისაჯო და ესე იგი ეს ძველი აღთქმის პერიოდი მიდის ჩემს სულში და გულში და მე ნელ-ნელა რო ქრისტესად მინდობაც, სიყვარული, მის და მიმბაძველობა, მიბაძვა, მიმსგავსება, ეს ყველაფერი პროცესი რო იწყება, ხო? აი მე უკვე ეს ხისტი კანონი რომ დაისჯები თუ ეხლა რაღაცას აღარ მჭირდება, აი მაგალითად აღარ მჭირდება კანონი, რომ არა იმრუშო, იმიტომ რომ ქრისტე გულში მყავს და რა მომრუშებს. აღარ მჭირდება კანონი, რომ დედმამას პატივი ეციო, მეუნება 10 ცნებაში, ეს ძველი აღთქმა, იმიტომ რომ დედმამას კი არა. მოხუც ადამიანს რომ დაინახავ, იმასაც კი სიყვარულით ექცევ, იმიტომ რომ გულში ქრისტე ყავს. გესმით რა შეასაკ? აი ეს ანუ აი აქედან ამიტომ თავისუფლდება ზოგს გონია რომ ესე იგი ჯულისგან თავისუფალი რაც გინა ისქენი არა როგორ რაც გინა ისქენ ქრისტე ყავს გულში და ვეღარ იზავ იმას გესმით ვეღარ იზავ შეუძლებელია ქრისტეს თვალებით იყურები აი ამას ნიშნავს და ასე დროს აღზრდელის მეთვალყურეობა ანუ ეს ხისტი კანონი აღარ გჭირდება რატომ მე რადგან ყველანი ღვთისშვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით, ღმერთის შვილი ხდები, არა სახელდებით, არამედ ნამდვილად. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ძველ ქართულად როგორც ნათლობის დროს იკითხება, რაუდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ეს სიტყვებია, რომელიც ნათლობის დროსაც იგალობება. და ნახეთ, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამე შემოაქვს პავლე მოციქულს. როდესაც ლაპარაკია ღვთისშვილობაზე და შენ შეიძლება გეგონოს, რომ ღვთისშვილი ხდები ზნეობრივი მიბაძვით კაცი იესოსადმი, კაცი, იმიტომ რომ იესო ქრისტე ღმერთკაცია. ამიტომ კაცი იესოსადმი ზნეობრივი მიბაძვით გახდები ღმერთის შვილი, არ გამოვა ეს. აქ სწორედ უკვე მისტიკა, საიდუმლოება ღმერთთან კავშირისა. ამიტომ როცა ამბობს შვილობაზე, იქვე უცებ გეუნება რაოდენთა, რადგან შვილი გახდები. არა იმიტომ რომ ზნეობრივი მიმბაძველობის უნარი გაქვს, არამედ იმიტომ რომ ღმერთთან მისტიკური კავშირი დამყარდა. გესმით? იმიტომ ხდები შვილი. ზნეობრივი მიმბაძველობა შენი თავისუფალი არჩევანის გარეგანი გამოხატულება, რომ გინდა. მაგრამ რეალური კავშირი მე მყარდება მისტიკური კავშირით ღმერთთან და ამიტომაც ეგრევე ამბობს შვილობას უახსენებს ამბობს შვილობა ვინაიდან რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს ქრისტე შეგვიმოსიეს რას ნიშნავს ქრისტე შეიმოსე ანუ ეს ნიშნავს იმას რომ შენ შიგნითაც და შენ გარეთაც აი ესე პირობითად რომ ვთქვათ ხო ესე გეომეტრიულად ნუ ადამიანური ენა სუსტია ხო ღმერთია. ანუ ღმერთი, იესო ქრისტე არის ღმერთი და კაცი. როგორც კაც ბაძავ და ის გი როგორც ღმერთი შიგნითაც კვიდრდება და შენ გარედანაც მოგიცავს. ამას ქვია ქრისტე შემოსილება. და მე აგძელებს, ასე დროს ადამიანი ონტოლოგიურად იცვლება. ჩვენ ვიწრო ჩარჩოები გვაქვს იქ ეროვნული კუთვნილება, სოციალური მდგომარეობა, სახელმწიფოებრივი მოქალაქეობა და ასე შემდეგ. და ნახეთ ამ დროს, როცა ქრისტე შემოსილი ხდები, ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული. ამ დროს აღარ არის აღარც იუდეველი, აღარც ბერძენი, აქ სხვადასხვა ზოგადად ორ სასახელებს, მაგრამ ეს ეროვნულობას წარმოაჩენს ზოგადად. აღარც მონა, აღარც თავისუფალი, ანუ სოციალური მდგომარეობა ადამიანისა, აღარც მამაკაცება, აღარც დედაკაცება, სქესობრივი განსხვავებაც ქრება, რადგან ყველანი ერთნი ხართ ქრისტეში. ყველანი ერთნი ხართ ქრისტეში. გესმით? ეს არის ზეცის მოქალაქეობა. ზეცის მოქალაქეობა ეროვნულობის უარყოფას კი არ ნიშნავს. არამედ ეროვნულობაზე აღმატებულს გთავაზობს, გესმით? ეროვნულობაზე აღმატებულს, კაცობის უარყოფას კი არ ნიშნავს და ქალების და ასე შემდეგ, არამედ ამაზე აღმატებულს, ანუ გეუბნება, რომ შენ გაცილებით დიდი ხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანვარ. გაცილებით დიდი რას ნიშნავს? ვინავა? ღმერთის შვილი ხარ, ნამდვილი. აი ამას ნიშნავს.
და მე აგძელებს. კიდევ ერთ რამეს ამბობს. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, ისევ ჩამოყავართ მიწაზე და ადამიანი ფიქრობს, ხო, ღმერთიშვილობა რა კარგია და რა კაია, ქრისტიანი ვარ და უცებ გეუბნება და თუ ქრისტესი ხარ, ისევ გაფხიზლებს. მაშასადამე აბრაამის ნათესავი ხარ, აღთქმის თანახმად და მისი მემკვიდრეც. გესმით? აბრაამის ფიქრობს ადამიანი, ესე იგი აბრაამის და რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ აბრაამს აქვს აბსოლუტური ნდობა ღმერთისადმი. აი აქ წარმოჩინდება ზუსტად რწმენა და ნდობა სინონიმები და ნდობის გარეშე რომ რწმენა არ არსებობს. ღმერთი ცოცხალია. არ შეიძლება თქვა რომ ღმერთი მწამს და მას არ ენდობოდა. ეს არის სრული აბსურდი. გესმით? იმიტომ რომ ის რადგან პიროვნებაა, გონიერი და ცოცხალია და თავისუფალია, მე შენი მწამს ადამიანს ვეუბნები. აი მე ადამიანს ვეტყვი, იცი რა მე შენი მწამს. ეს ხო ნიშნავს მე შენ გენდობი. გესმით? ეს სინონიმებია. ეს საგანთან მიმართებაში არა, მაგრამ ცოცხალ არსებასთან სინონიმებია. შესაბამისად, აბრაამი იმიტომ მოყავს ასე დროს რომ დაფიქრდები, ხო, რა კაია, ქრისტიანი ვარ, მაგარია, ქრისტიანი ვარ და თუ ქრისტიანი ხარ, მაშინ აბრაამის ნათესავი ხარ. აბრაამის მემკვიდრე ხარ. აბრაამის, რომელსაც აბსოლუტური ნდობა აქვს. ეს როგორ იკითხება, ხო, წმინდა წერილში. ისეთი მე წარმოუდგენელია, ვერ ნახავ ადამიანს, რომელსაც შეუძლია აბრაამის საქციელის ჩადენა. ვერ ნახავ ესეთ ადამიანს. და ბერჯელ მithქვას თქვენთვის ერთი წმინდა მამა ამბობს, ხო, აბრაამის საქციელი ხო განსაცვიფრებელია. ხო იცით ხო შვილსაც კი წირავს რომელსაც თელიც ხო 100 წელი ელოდა 100 წლის არის აბრაამი და შვილს ელოდება შეეძინა 100 წლის თავზე შვილი წამოიზარდა და მზად არის გაიმეტოს და ერთ-ერთი მამა ამბობს რომ მაგრამ ღვთის წინაშე ღმერთი შენთან ვალში არასოდეს არ იქნება და აბრაამის მაგალითი მოყავს აბრაამი რომ ღმერთის წინაშე წარსდგება საშინელ სამსჯავროზე შეინანებს, რომ უფრო მეტი არ გააკეთა ღმერთისათვის. გესმით? აბრაამი შეინანებს საშინელ სამსჯავროზე, რომ უფრო მეტად არ უყვარდა ღმერთი, ვიდრე მას უყვარდა. აი ეს არის, და ამიტომ გეუბნება, თუ ქრისტესი ხარ, მაშინ აბრაამის მემკვიდრე, ნათესავი და მემკვიდრე ხარ. და ჩვენ კიდე ვენდობი, რაში ვენდობთ ჩვენ ღმერთს? პატარა რაღაცა და იმ სამსე კანკალს ვიწყებ. მე აგზელებს პავლე მოციქული, რომ ჩვენც ყრმანი ვიყავით ქვეყნიერების ნივთიერ საწყის ვემონებოდით აქ ჩვენ გვახსენებს ადამს რაც დაემართა 60-ში როცა მოინდომა განხრთობა ღმერთობა ესე იგი ნივთიერების საშუალებით ანუ ხის ნაყოფით ანუ დაემორჩილა თავისი სრულყოფილება დაუმორჩილა ნივთიერებას ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენც ასე ვარ და ხშირად ჩვენი რელიგიურობა სწორედ აესია მიბმულია მიწიერზე მე მგონია რომ ღმერთი ჩემთან არის თუ ყველაფერი კარგად ამაქვს და თუ გამიჭირდა მე მგონია რომ ღმერთი ჩემთან არ არის და მიმატოვა ადამიანი სულ ესია მიწიერი კეთილდღეობა მაგ ღმერთი ჩემთან არის ასე მგონია და მიწიერი კეთილდღეობაში რაღაცა შეერყევა პრობლემები შეექმნება მგონია რომ ცუდად ვარ ნივთიერ საწყის დამონება რომ ჩემი განღმრთობა მე მგონია რომ განღრთობა ანუ ღმერთთან ყოფნა ჩემი ღმერთთან ყოფნა და განღრთობა პირდაპირ კავშირში არის ჩემი ხორცი და ჩემი ყოფიერება ამ სამყაროში ამ დროებით სამყაროში რომ კარგად არის ეს არის ყრმობა ანუ ბავშვი ხარ სარწმუნოებაში ბავშვი არა გულუბრყვილობის და კეთილი გულის გამო არამედ განუვითარებელი გონების გამო არა ინტელექტუალურ განუვითარებელობაზე კი არ არის საუბარი ღმერთთან კავშირი დამაკავშირებელი გონება და განუვითარებელი და გონია რომ აქ რო კარგად ახარ და თავზე ხელს გისვავენ ესე იგი ღმერთი შენთან არის ეს არის ბავშვობა სარწმუნოებაში მაგრამ როცა მოიწია დროის სისრულე და მე კვლავ ესე იგი ღვთის განკაცებაზე საუბრობს მოავლინა თავისი ძე ღმერთმა რომელიც იშვა ქალისგან და დედაკაცისგან და დაემორჩილა რჯულს რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა ქრისტიანი კიდე სხვანაირად ხედავს ღმერთი რომელსაც მე უყვარ ვარ ჩემი გადარჩენისათვის მოდის ადამიანად და უკანასკნელ მდგომარეობაში რომ ვიმყოფები ჯოჯოხეთშიც კი იქ ჩამომყვა სიკვდილში ჩამომყვა ჯოჯოხეთში ჩამომყვა მაფურთხებდნენ ცემდნენ გადამიარეს ყველა მოარყო იქაც ჩამომყვა აი რა უნდა გამიკეთო რომ იქ ქრისტე არ ჩამომყვეს ყველგან ჩამომყვა და მაჩვენა რომ აქაური კეთილდღეობა კი არ არის შენი ჩემთან ყოფნის ნიშანი და ჩემი შენთან ყოფნის ნიშანი არამედ სხვანაირად შეხედე ამ სამყაროს გესმის აი მე შენთან ერთად მოვედი და შენი ტკივილები შენი უბედურებები რაც შენ გჭირს ადამიანო ყველაფერი გავიზიარე და მათ შორის შენი დანაშაულებიც შენი ცოდვაც და ყველაფრისგან განთავისუფლებ
და მარადისობაში ისეთ სიხარულში შეგიყვან, რომლის წარმოდგენაც შენ არ შეგიძლია, იმიტომ რომ ეს ღვთაებრივი სიხარულია, რომელსაც მე შენ გჩუქნი, იმიტომ რომ მიყვარხარ. და აი ასე მივიღეთ ჩვენ ძეობა, ანუ დაუმსახურებლად, არ ვიმსახურებთ, მაგრამ ესე მივიღეთ შვილობა. და მერე შვილობა მივიღეთ და მისტიკურად ეს რაში ვლინდება და რა კი ძენი ხართ, ანუ შვილები, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, ანუ სული წმინდა ღმერთი გიებს ჩვენში, რომელიც ღაღადებს აბა მამაო. ანუ ჩვენი შვილობა რეალიზდება ჩვენი აღსარებლობით და ჩვენი ცხოვრების წესით, მაგრამ მანამდე ჩვენი ძეობა, ანუ შვილობა რეალიზდება ჩვენი მდგომარეობით, ონტოლოგიური, ანუ არსობრივი ცვლილებით, იმიტომ რომ ჩვენ უბრალო ადამიანები კი აღარა ვართ, ჩვენ ახალი ქმნილებანი ვართ. ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი რო შექმნა, ეს ხო მაგარი რამე იყო, მაგრამ უფრო მაგარი იყო ძველი ადამიანისგან ახალი ადამიანი რო შექმნა. იმიტომ რომ ეს ახალი ადამიანი უკვე არის ღმერთთან ერთად ყოფი ადამიანი. ადამიანი სადაც ღმერთთან არის, უღმერთო ადამიანი არ არსებობს, ყველგან ღვთისულია, მაგრამ თვისობრივად ახალი ერთობა დამყარდა ღმერთსა და ადამიანს შორის. და ეს თვისობრივად ახალი მდგომარეობა უკვე შვილად გაქცევს, იმიტომ რომ შენში ღმერთია, რომელიც შენთან ერთად აი ესე მამობას, ღვთისშვილობას გასწავლის და გეუბნება, აბა, აი მამაო, ანუ შენს აი ამ სიტყვას ღვთაებრივ ძალას ანიჭებს. ამიტომ როცა ქრისტიანი ამბობს მამაო, ეს სიტყვა ნამდვილია, იმიტომ რომ მასში მასთან ერთად სული წმინდა ღმერთი ამბობს, ანუ ძის სული, იგივე როგორც პავლე მოციქული ამბობს და იგივე ძე ღმერთი, როგორც აი ქრისტე ამბობს მამაოს, აი ასე გათქმეინებს სული წმინდა ღმერთი შენ და ამ ნათქვამს შენ მოგაწერს, შენს კუთვნილებად ხდის. და ასე დროს აღარ ხარ უკვე მონა, ხდები ჭეშმარიტად თავისუფალი და არაუბრალოდ და შვილი რომ ხდები, ეს ნიშნავს, რომ შვილი ამ სიტყვის ძალიან დიდი გაგებით, იმიტომ რომ ამბობს მე მკვიდრე ხარ ღვთის მიერ, ანუ ქრისტესთან ერთად ქრისტეს მარჯვნივ მარადისობაში მყოფი. აი ეს თუ არ რეალიზდა, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, პავლე მოციქულის სიტყვებს ზეცაში ავყავართ, აი იქა ვართ რა, ზეცაში ვართ და ამას ვასწვდის პავლე მოციქული და ეკლესია და გვეუბნება ეს არის ქრისტიანობა, აი ეს თუ არ რეალიზდა და თუ დავყაბულდით დაბლა იერარქიაში მყოფობას, მე ეგ საჩემილია და აი აქ ვიქენი, იცოდეთ რომ ჩვენ არაფრით უკეთესები არა ვართ ურწმუნო ადამიანებზე და მეცაც გეტყვით, საერთოდ ჩვენს რელიგიურობას ნულოვანი ღირებულება აქვს. გესმით, ნულოვანი ღირებულება აქვს, უბრალოდ ტრადიციას მივძებთ, სინდის ვიმშვიდებთ, მაგრამ ის რომ არსობრივად ჩვენ უკეთესი იყო ვიდრე არაეკლესიური ადამიანი, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ არაფერი რეალური შენში ცვლილება არ ხდება. თუ აი ეს ყველაფერი არ განხორციელდა ჩვენში. ამიტომ ჩვენ აქ ვყოფ, რადგან აქ ვართ, ანუ ჩვენ კი არა, ზოგადად მორწმუნეები, რადგან ეკლესიაში ვართ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი საკეთებელი, ჩვენი მიზანი და რადგან ეს ძალიან დიდია ეს მიზანი, რადგან ძალიან მაღლათ არის და შეუძლებლადაც კი ჩანს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება სრული მობილიზება საკუთარი ძალებისა, საკუთარი რესურსისა, საკუთარი სიცოცხლისა, საკუთარი დროისა, სრული მობილიზება, რომ ეს ჩვენ ცხოვრებაში რეალიზდეს. და როცა ამას არ ვაკეთებთ და ღმერთს არ ვემეტებით და ხელიდან ჩვენი გაშვება არ სურს, იმიტომ რომ ვეცოდებით, მერე იწყება განსაცდელი. განსაცდელების მიზეზი ძირითადი არის ის, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვიცით რატო ვართ. სანამ არ მივხვდებით და მერე განსაცდელების დაიკლებს, იმიტომ რომ ისეთ წნეხში ვაქცევთ მერე საკუთარ თავს, რომ ჩვენ განსაცდელი აღარც ვჭირდება. მაგრამ ეს წნეხში მოქცევა საკუთარი თავის ამ დროს ძალიან დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, იმიტომ რომ ამასთან მოყვება ღმერთის მიერ ჩვენ გულზე მუდმივი შეხება, რომელიც აღავსებს ჩვენ ცხოვრებას სიკეთით, სიყვარულით, ბედნიერებით, სიხარულითა და ხიარულებით ქრისტეს მიერ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.